As yesterday we informed you. You see your target. 2 minutes. No more. One lever on the same. Stand up! კურსის პირველი ფაზა ტარდება ორფოლოს სასროლეთზე, სადაც პირადი შემადგენლობაა სწავლობს მთაში სროლის ხერხების დახვეწას, როგორიცაა სირთულეების სიმაღლიდან სროლა, ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით, ერთი ფერდობიდან მეორეზე, სადაც გასათვალისწინებელია როგორც მზის ეფექტი, ქარის ეფექტი, სიცივე, თოვლი და ასე შემდეგ. Პირადი შემადგენლობა ერთი კვირის განმავლობაში ემზადება სხვადასხვა პოზიციიდან სროლების სხვადასხვა ხერხებში, როგორც წოლელა, ჩოქელა მდგომარეობიდან, ერთი კვირის შემდეგ მათ ჩაუტარდებათ საკვალიფიკაციო სროლები და აღნიშნული ფაზის დამთავრების შემდეგ მათ ჩვეულებრივად მიეცემათ დამამთავრებელი სერტიფიკატები. ვსწავლობთ იმ თავისებურებებს, რა თავისებურებად შეიძლება განიცადოს ვაზნამ კაც კლიმატურ პირობებში და ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეს. ეს სწავლება იმაში დაგვეხმარება ჩვენ რომ საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრია მთა და კაცრი კლიმატურ პირობებშიც მოგვიწევს ბრძოლა, ამიტომაც საკმაოდ კარგი კურსია, პრაქტიკაში გამოგვადგება და ინსტრუქტორების მომზადების დონეც საკმაოდ მაღალია, ამიტომაც მოკლე დროში ჩვენ მოვახერხეთ იმის სწავლა თუ როგორ უნდა ვისროლოთ ამ პირობებში და რანაირად უნდა გამოვიყენოთ იარაღი. გასულ ზამთარს საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსში მივიღე მონაწილეობა. ახლა კი შუალედურ სამთო მომზადების კურსს გავდივარ. რადგან ლატვიას მთაგორიანი რელიეფი არ გააჩნია, ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოში ჩამოსვლა და ზამთრის კურსებში მონაწილეობა. სწავლების განმავლობაში მთაში ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე სროლის ტექნიკასა და თხილამურებით გადაადგილებას ვეუბნებით. მე როგორც ინსტრუქტორი, ლატვიაში დაბრუნების შემდეგ სწავლების დროს მიღებულ გამოცდილებას ჩემი ქვედანაყოფის სამხედროების გავუზიარებ. საქართველოში პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ვიმყოფები. რეალურად აქ ჩემს სასწავლო აკადემიურ კურსს ვაგრძელებ. ერთი კვირა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გავატარეთ, სადაც მთაში გადაადგილებისა და სროლის ხერხებს ვეუფლებოდით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმდენად, რამდენადაც საფრანგეთში ხშირად ვარ დაკავებული სროლებით. მთაში სროლა კი ახალი და განსხვავებული რამ არის და ზუსტად გაჩვენებს იმ სირთულეს, რაც სიმაღლიდან სროლა შეიძლება ახასიათებდეს თოვლიდან და სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ასე რომ ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ ქართულ სამხედრო მოსამსახურებთან ერთად ვიმყოფებით, რომლებმაც ძალიან კარგად მიგვიღეს. იმედი მაქვს ამ სახის პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ.